მადლობა. ახლა ვარსკვლავების გამო მივიღოთ რჩევა ზოდიაქოს 12-ვე ნიშანმა სასწრაფოდ. კი ბატონო, გადავხედოთ 10 აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 10 აპრილია, ხუთშაბათი. დღევანდელი დღეს მმართველი პლანეტა იუპიტერია და დღეს არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავდეთ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რადგან შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მიიღოთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ბერძებო, დღეს თქვენთვის სიჩქარე სასურველი არის. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქმედებებს და იმას თუ რას ამბობთ, რადგან შესაძლოა გარკვეულმა თქვენმა სიტყვამ ან გარკვეულმა თქვენმა ქმედებამ გამოიწვიოს ნეგატიური დამოკიდებულება ან რაღაც გარკვეული კონფლიქტი. მოკლედ, მეტი ყურადღება გმართებთ იმასთან მიმართებაში თუ რას როგორ აკეთებთ. შეეცადეთ რომ იყოთ წინდახედულები და გადადგით დაფიქრებული ნაბიჯები. ყურებო, დღეს შესაძლოა რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, მიიღოთ რაღაც კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა არ არის სასურველი რომ პირდაპირ დაიწყოთ მოქმედება ან პირდაპირ დაეთანხმოთ იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც მიიღებთ. უმჯობესი იქნება თუ დაელოდებით, კარგად დაფიქრდებით და შემდგომ უკვე გადადგამთ ნაბიჯებს, რადგან არის იმის ალბათობა რომ რაღაც გარკვეული ინფორმაცია არ იყოს სწორი და შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანონ. არის იმის რისკი რომ მოგატყუონ ან ის ინფორმაცია რომელიც თქვენამდე მოვა არ იყოს თვალთ სიმართლე. რაც შეგეხება თქვენ ტყუპებო, დღეს კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღებას ინფორმაციას, რომელიც თქვენამდე მოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ ან იმის შესაბამისად იმოქმედოთ. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა მოდის თქვენამდე. შესაძლოა გარკვეული მინიშნება მიიღოთ, ან შესაძლოა გარკვეულმა ფრაზებმა თქვენზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს, ან წარმატება მოგიტანოთ მომავალში. მოკლედ, მე დაკვირვებულობა გმართებთ ყველაფერთან მიმართებაში, რასაც დღეს მოისმენთ ან წაიკითხავთ. კეთილობებისთვის ეს დღე შესაძლოა საკმაოდ სენტიმენტალური იყოს. შეიძლება ზედმეტად ემოციურად აღიქვამდეთ ყველაფერს, შესაძლოა გინდოდეთ რაღაც კონკრეტული სიტუაციების დაბრუნება. შეეცადეთ რომ სწორად განსაზღვროთ, სწორად განსაჯოთ ყველაფერი და იმის შესაბამისად იმოქმედოთ, რადგან ხანდახან ის დაბრუნებაც გსურთ ან ის ემოცია, რომელიც ამჟამად გაქვთ, შესაძლოა არ იყოს ჭეშმარიტი. მოკლედ, შეეცადეთ რომ კარგად გადახედოთ ყველაფერს და იმის შესაბამისად იმოქმედოთ. ლომებო, თქვენ მარტივად შეგიძლიათ სხვებზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა რაღაც მომენტში შესაძლოა უმჯობესი იყოს სიმშვიდე და სხვებისთვის დათმობა. შესაძლოა რაღაც მომენტში უკან დახევა უმჯობესი იყოს და მეტი წარმატება მოგიტანოთ. შეეცადეთ რომ უფრო სხვა კუთხით შეხედოთ, შესაძლოა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და სხვა თვალით დაინახოთ თქვენ სიყვარულ სიტუაცია. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო სწორი ნაბიჯები გადადგათ და შესაძლოა სიჩქარე არ იყოს იმდენად წარმატების მომტანი თქვენთვის, რამდენადაც 7 ნელი ნაბიჯების გადადგმა. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, დღეს უმჯობესი იქნება თუ მეტად მომთმენები და მშვიდები იქნებით. შესაძლოა რომ ზედმეტად კრიტიკულები იყოთ როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ასევე სხვებთან მიმართებაშიც. თუმცა გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ, რომ იდეალური არავინ არ არის. რაღაც მომენტში შესაძლოა უმჯობესი იყოს დათმობა და რაღაცებზე თვალების დახუჭვა, ვიდრე შენიშვნის მიცემა, რადგან შესაძლოა ამას გარკვეული გაუგებრობა ან კონფლიქტი მოყვას. მოკლედ, შეეცადეთ რომ დიდი ყურადღება არ მიაქციოთ რაღაც პატარა პრობლემებს, რაღაც პატარა დეტალებს, რომლებიც გაღიზიანებთ. სასწორებისთვის ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური კუთხით. შეეცადეთ რომ სწორად განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი. წინასწარ დაგეგმოთ რისი შეძენა გსურთ. არ არის სასურველი უაზრო ნივთების შეძენა. მოკლედ, მეტი ყურადღება და რაციონალობა გმართებთ ფინანსებთან მიმართებაში. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევთ კვებასაც. არ არის სასურველი ძიმე პროდუქტების მიღება. მორიელებო, შეეცადეთ კარგად გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოდის, რადგან შესაძლოა რომ ის არ იყოს ჭეშმარიტი. გარდა ამისა, არის იმის ალბათობა, რომ მყავდეთ ფარული მტრები, რომლებიც თითქოს თქვენს მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გარკვეულ საზღვრებს შეინარჩუნებთ და დაიცავთ სხვებთან მიმართებაში. მოკლედ, მეტი დისციპლინა გჭირდებათ საკუთარ თავთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში, რომ თავიდან აირიდოთ რაღაც გარკვეული უსიამოვნო სიტუაციები. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, თითქოს ზედმეტად ქაოტურები ხართ, რაც ხელს გიშლით იმაში, რომ მომავალი გეგმები სწორად განსაზღვროთ. შეეცადეთ რომ რაღაც კონკრეტული მიმართულება მისცეთ, რაღაც გეგმა შეადგინოთ და იმის მიხედვით იმოქმედოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს გიშლით ხელს იმაში, რომ წარმატებას მიაღწიოთ. სწორედ ეს ქაოტური ენერგია გაფერხებთ და არ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ დასახულ მიზანს მარტივად მიაღწიოთ. დღესქებისთვის ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება. შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ სამომავლო გეგმებთან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ განახორციელებთ და ვერ მოახერხებთ მათ შესრულებას. უბრალოდ შეეცადეთ რომ სხვა კუთხით შეხედოთ. რაღაც მომენტში შესაძლოა რომ დასვენებაც კარგი იყოს იმისთვის, რომ უფრო კარგად შეასრულოთ სამუშაო, რადგან ხშირად ენერგიის აღდგენა გეხმარებათ იმაში, რომ უფრო მობილიზებული იყოთ და უფრო მარტივად ასრულებდეთ ნებისმიერი სირთულის საქმეს. მეწყვილებო, დღეს შეეცადეთ რომ მიაქციოთ ყურადღება ყველაფერს, რასაც მოისმენთ, გაიგონებთ, დაინახოთ, რადგან შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მიიღოთ სამყაროსგან.
აკითხავენ. შეიძლება ეს იყოს სიზმარი, შეიძლება ეს იყოს რაღაც კონკრეტული ფრაზა. მოკლედ, ძალიან საინტერესო დღე გელოდება და შეეცადეთ რომ არ გაუშვათ ეს სამყაროს მინიშნებები, არ გაუშვათ შესაძლებლობები, რომლებიც მოგეცემათ. ხო, რაც შეგიხებათ თქვენ თევზე, რომ კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს გაატარებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ. შეეცადეთ თავიდან აირდოთ ნეგატიური ადამიანები ან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად გაკრიტიკებენ ან შენიშვნას გაძლევენ. მოკლედ, შეეცადეთ რომ ეს დღე დაუთმოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებთანაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ და შეგიძლიათ რომ იყოთ გულახდილები. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.